გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი განიხილეს დღეს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე. Როგორც გაირკვა საკრებულოს დეპუტატებს, ბიუჯეტში სურდათ ასახულიყო აიპების თანამშრომლების ხელფასების ზრდა. მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეღავათების დაწესება, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და ერთჯერადი სოციალური დახმარებების თანხის გაზრდა. თუ რა დააკმაყოფილა მერია მოწყების მთავარმა ფინანსისტმა განმარტა ცნობისთვის გორის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 89 მილიონ ლარამდეა. იყო დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი, ეს იყო გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის განხილვა, შენიშვნების გათვალისწინება, გვესწრებოდა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი, ჰქონდა გარკვეული კითხვები და ნაწილობრივ ჩვენი შენიშვნები საკრებულოს წევრების მიერ გადაცემული შენიშვნები გათვალისწინებული იქნა, ნაწილი ალბათ შემდგომში იქნება მისი გათვალისწინება შესაძლებელი. არ არის სასურველი ხელფასები, საუბარი არის მუზეუმებში და ის 10%-იანიც და აუცილებლად იქნება და ამასთანავე წლის განმავლობაში თუ იქნება შესაძლებლობა, შემოსულობები არის, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მათ განსაკუთრებით გიდებზე არის საუბარი. ამასთანავე იყო საუბარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ სფეროში უნდა განხორციელდეს, ზოგან იქნა გათვალისწინებული, სადაც უფრო მცირე თანხები იყო, ცოტა უფრო იმაზე მოგცეს ესეთი პირობა, რომ წლის განმავლობაში შემოსულობებისა და ასე ვთქვათ, ტენდერების შემდგომ დარჩენილი თანხების მიხედვით მოხდება მათი შევსება და უფროსწორად აი იმ პროექტების განხორციელება. ყველა შენიშვნა ვერ იქნა გათვალისწინებული ფინანსური რესურსის უქონლობის გამო, თუმცა ზოგიერთი პროექტი გათვალისწინებულია სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხებში, ანუ რეგიონალური ფონდიდან გამოყოფილი თანხების დაფინანსების ნაწილში იქნება, ზოგიზე პროექტის შეძენა გადაწყდა და პროექტი იქნება შეძენილი ამ დასმული ინიციატივებს გულისხმობ. იყო ასევე დასმული საკითხები საკრებულოს წევრების მიერ სხვადასხვა სოციალური პაკეტებზე, ერთჯერად განაცემების გაზრდაზე, ისევე ტრანსპორტის შეღავათების გათვალისწინებას გთხოვდნენ, რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, ძირითადად რა თქმა უნდა ხელფასების ზრდა საბავშვო ბაღებში, ესეთი საკითხები იყო მუზეუმებში, სკოლებში, სახელოვნებო სკოლებში, ეს ძირითადი საკითხები იყო, რომლებიც საკრებულოს მხრიდან იქნა დასმული. მერიამ ზოგიერთ ნაწილში გაითვალისწინა, რა თქმა უნდა, გვაქვს ზრდა ხელფასის ნაწილში საბავშვო ბაღებშიც, მუზეუმებშიც მინიმალური, მაგრამ მაინც 10% იქნება ამ ეტაპისთვის ესეა გათვალისწინებული. ტრანსპორტის შეღავათებს რაც შეეხება, პასუხი ჰქონდა ასეთი, რომ ამ ეტაპისთვის ერთი მგზავრის გადაყვანა დაახლოებით 2 ლარი და 70 თეთრი არის, რომელიც მერია იხდის ამ თანხას. აქედან მხოლოდ 50 თეთრს იხდის თითოეული მოქალაქე. ისიც არის გარკვეული შეღავათები გადაჯდომის ნაწილში, რაც იცით, რომ არის. აქედან გამომდინარე, თუ მოხდება რაღაცა გარკვეული თანხა ტარიფის ზრდისა, იმ შემთხვევაში აუცილებლად შეღავათების გათვალისწინებაც დადგება დღის წესრიგში. ამ ეტაპზე თვითონ ტარიფის ზრდა არ არის გათვალისწინებული, აქედან გამომდინარე ჯერჯერობით სხვა შეღავათებზეც არ იყო საკითხი და დადებითად გადაწყვეტილი. სოციალური ერთჯერად განაცემებზე იყო შეკითხვა, რომ თქვათ სოციალური დახმარება ერთჯერადი განაცემები გაზრდილი იყო, თანხა თვითონ ასიგნება. ამ ეტაპზე 200.000-ია გათვალისწინებული, თუ იქნება ეს რესურსი საკმარისი, თუ არა და ალბათ მოხდება ფინანსური რესურსის არსებობის შემთხვევაში ამ ფონდის გაზრდაც.